რას დავდივით? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. მოგესალმებით თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი ვაშა გადაცემა. აუცილებლად გვიყურეთ და აუცილებლად გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-სა და TikTok-ზე. თქვენ ხომ გინდათ ხოლმე რომ ხანდახან ვიღაც მაგრად შეაჯანჯღაროთ. ან შემოულაწუნოთ, აზზე მოდი ბიჭო. აი ასე მინდა შევაჯანჯღარო ეგრეთ წოდებული ბაბლი. ბევრი ვინც ადამიანად მიმაჩნია, არა ქოცად. მოდი რა მოეშვით ამ წირპლიანობას. მოეშვით ქოცების ენით ლაპარაკს. თურმე მიხეილ ყს ცოლმა ინერვიულა ამდენი ხალხი რომ დაინახა. უცებ იგრძნო ისტორიული ვალის მთელი სიმძიმე თამარ მეფიდან დაწყებული. ეს განიცადა ნამეტნავად და ამიტომ მასზე ხუმრობა და კრიტიკა თურმე არ შეიძლება. თან 4 შვილის დედაო. On artificial intelligence in education, I would like to invite the First Lady of Georgia, Ms. Tamar Bagratoni, please. Ever woman, royalty. რის გაკეთებაზე ბრძოლაში არ შეიძლება კატეგორიულად რაც არ შეიძლება. ეს არის იარაღის დაკარგვა. მით უფრო იარაღის მტრისთვის ჩაბარება. ჩვენი იარაღი კი ამ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში ზუსტად მორალია. საერთოდ როგორ უშვებთ რომ მორალი გიკითხოთ ქოცმა, რუსმა. ქოცმა, რუსმა რომ იცოდეს მორალი, სინდისი, სირცხვილი, ქოციან რუსი არ იქნებოდა. ამ ხალხს რო ქონდეს მორალი და სირცხვილი, ამ ქალის ქმარი პრეზიდენტად წარდგენას არ დათანხმდებოდა. რომ დათანხმებულიყო, ცოლი გადააფიქრებინებდა. მაგრამ აზრათაც არ გაუვლიათ, რომ მათთვის ზედმეტად რთული და მორალური მისია იყო, რომ უტიფარი ხეპრე არ უნდა იქაჩებოდეს ერის მამობის როლზე. თუმცა უტიფარი ხეპრე ერის მამად არ ახალია. მორალი და სირცხვილი რომ კონდეს ბოლოს და ბოლოს, მაინც და მაინც ხელოვნური ინტელექტის სესიაზე არ გამოვიდოდა სიტყვით ეს ქალი. იტყობდა რამე სხვას, უფრო შესაბერ პანელზე მალაპარაკეთო, ისტორიის, ტრადიციის, ფეხბურთის შესახებ ბოლოს და ბოლოს. ახლა გამოყარეს პროჭორილელებმა თავიანთი პროპაგანდონები და აყეფებენ ერთხმაში. 4 შვილის დედა, ინერვიულა, გლოვითაა დაღლილი, ვის არ მოსვლია, შენდობა და მისთანები. აი ესაა ორიგინალი. აი როგორ ღირსეულად გამოსულა ჩვენი გოგო. ბოროტმა ნაცებმა ხელოვნური ინტელექტით შექმნეს რაღაც კადრები და აბულინგეს ბოროტები. ბრავო ჩვენო თამარ, ღირსეული ოჯახის წარმომადგენელი და საქართველოს საამაყო სახე ხარ. მაგარი გოგოა და შინაარსი გაიგეთ ხალხო, რა თქვა ის გაიგეთ. რამ გააცოფა ეს უწიგნური ჩასაფრებული ოპოზიცია? წარმატებები ჩვენს ქვეყანას ინგლისელმა მოусმინა პრეზიდენტის მეუღლის სიტყვით გამოსვლას და არაფერია საქილიკო და დასაცინიო. შვენიურად საუბრობსო. ხოდა ვინც გადააკეთა ხელოვნური ინტელექტით, უნდა დაისაჯოს ბულინგისთვის. ხელისუფლებასაც დროულად უნდა დაედოთ ორიგინალი, რომ ადამიანები ასე ადვილად არ შეეყვანათ შეცდომაში. თუ ასე გვასახელა, იმედმა რატომ გაუთიშა ხმა? ხმა კი არ გაუთიშა, თარჯიმანის ხმა დაედო ქართულად. მგონი უსმენთ. ძალიან საცოდავი ქალი ხართ. გარიხარდათ ხომ ის რაღაც ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული ვიდეო. ვისაც გაუხარდა, სიხარული იყოს მათთვის. ღარიბაშვილი რას ლაპარაკობდა? ვერ გებულობდით, მაგრამ ნელ-ნელა ისწავლა. 4 წელიწადში ისწავლის ესეც. მრუშილედები და პრეზიდენტი რომ ყავდა, იმის არ გცხვენოდათ. შურთ თქვენი ქალბატონო ბოროტ მოდგმას. ულამაზესი და უსათნოესი ბრძანდებით. მორჩით პირველ ლედის ინგლისურის გაკიცხვას? ამარ ზენია ეს ბულინგი. თქვათ, არც თუ ისე ლამაზი და დახვეწილი ინგლისურის მცოდნეა, აი ამით რა. ეს არ აკნინებს მის პიროვნებას. როგორიც არ უნდა იყოს ის ჩვენი პირველი ლედია. ჩვენ თუ ჩვენი არ დავიცავით სხვას რა მოვთხოვოთ? დავგდით. თავიდან მე ძალიან ვინერვიულე და მოკლედ იქ რო ნახოთ დანარჩენი გამომსვლელები, ჩვენ პირველი ლედი იმათთან შედარებით გელოჩამპიონად მოგეჩვენებათ. აბა წარმოიდგინეთ, რომ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი ასეთი ინგლისურით ან ჩინურით გამოსულიყო სადმე, მნიშვნელოვან ფორუმზე, რომელსაც მგონი 60 ქვეყნის პირველი ლედი ესწრებოდა. დაინდობდა ვინმე? ერთი მაინც ქოცებიდან. ამათ ხავილს სამარყანდში გაიგებდით. შალავატევე და ნადეჟდა ქარდებს გამოაცხოდნენ 5 წუთში და ფულს ჩაყრიდნენ დაბუსტვაში, რეკლამაში. 10 წუთში ზარქუა გამოძრებოდა კრასატულიჩკას კრაუტიდან და დადგებოდა მიკროფონთან ყველა ენაზე. 15 წუთში დადგებოდა რამინა ბერაძე. 20-ში პაპუაშვილი. გადაუვლიდნენ კატოკივით. ქვეყანას არ წვენსო. დეგენერატიაო, უტვინოაო, უწიგნურიაო, რა გამოსაჩენიაო, რას გავსო, ეს ვინ მიიწვიაო, ჩვენი სახელით რატომ ლაპარაკობსო. რომელიმე დაუთვლი და რამდენი დღე იგლოვა, რომელიმე დაუთვლი და შვილებს,
ამის გამო შეიბრალებდა, ბოლომდე გადაჭეკავდნენ. ამათ ნუ ალაპარაკებთ და თუ მაინც ლაპარაკობენ, ნუ უსმენთ. როდესაც მორალზე ლექციას გიგითხავენ ორგანიზმები, ვისაც სრულიად ბუნებრივი მდგომარეობა 4 შვილის დედის გაშვება ციხეში, წელიწად ნახევრით, ბანერზე 2 სიტყვის მიწერისთვის. განაჩენსაც გამოუტანენ და მერე უძახებენ ზეთ დიახაც ღირსია, კიდე ციოლად გამოძვრა, აბა რას ფიქრობდა, მჯდარ იყო სახლში შვილებთან თუ ეგარ უნდოდა, გამომივიდა ჟანადარკიო. გადაიკითხე ჩარმანაშვილები, ვოლსკები, პაპუაშვილები და სხვა რუსი კლასიკოსები, ელენე ხოშტარიაზე. იმათ არ ყავდა ჩვილები, ვისაც ესენი ფანჯრის ქვეშ სისხლიან ბანერებს უდგამდნენ ყველა არჩევნებზე. აი ზუსტად ეგენი. გაგებედა და ჩამოგეხიან კვერცხი გესრულა. ციხეში მიდიოდი. ხო და იმათ ბავშვებზე ინერვიულეს ამ ნაძირლებმა. იმათ არ ყავთ ჩვილები, ვისაც ბრალდებებს უყენებენ და 7 და 10 წელიწადს უსჯიან. პროჭორილელმა, ანუ რუსმა, ქალისა და დედის პატივისცემა რომ იცოდეს, აქამდე საკუთარ ოჯახებში უნდა იყვნენ ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი, ნანა სანდერსი, ანასტასია ზინოვკინა და კიდევ ბევრი სხვა. აი, ზუსტად ამის რუსი ქმარი მოაწერდა ხელს ამნისტიას. სიტყვა ნამუსის, დედის, ქალის, სირცხვილის შინაარსი რომ ესმოდეს. ენციკლოპედიაში მაინც რომ მქონდეს წაკითხული. და რა ქნა მოაწერა? პირიქით. კიდევ იქი დაგვანამუსა, ეგენი ბრალს არ აღიარებენ, ტერფებს არ მინამავენ, ცრემლი და ხელებს არ მიკოცნიან, ამიტომ არავისაც არ გაუშვებ, ეყარნონ ციხეშიო. ჩვენ ბაბლში მივეჩვიეთ, რომ ქოცების მიმართ მორალური პრეტენზია აღარ გვიჩნდება. ქოცია რა, რას ელოდები. მაგრამ ამასთან ერთად საკუთარ მორალურ სტანდარტს ქვემოთ არ ვწერთ. პავლე მოციქულის დონემდე ვინარჩუნებთ. უფეს როგორ შეიძლება, მაგას როგორ ვიკადრებ, როგორ შეიძლება გაგეცინოს ქალზე თუ კაცზე, მრავალშვილიანსა თუ უშვილოზე, ვინც შენი სახელით გამოდის მსოფლიო ფორუმზე და თავს გჭრის ძირში. კაპიტალურად. შენსა და იმ 3000 წლოვან ქვეყანასაც, რომელზეც იძახის, რომ წარმოვადგენო. The quiet tension we carry, the will to protect our children for harm, then the freedom to strive and to innovate, curious and connected, undertaking important step towards comprehensive digital transformation is guided fundamental rights and above all. არა, როგორ უნდა გაგეღიმოს ინგლისურის სპეციალისტზე, ხო, ინგლისურის სპეციალისტზე. ვინც არა მხოლოდ დაამთავრა, არამედ წლები მუშაობდა ყურადღებით ინგლისურის კათედრაზე. როგორ უნდა გაგიჩნდეს კითხვები, როდესაც ინგლისურის დიპლომირებული სპეციალისტი არათუ ზეპირად ვერ საუბრობს, არამედ დაწერილს ვერ კითხულობს, დაწერილს ფურცლიდან. Every woman royalty ალბათ ასჯერ მაინც წაკითხულს წინასწარ. მოკლედ, რამსები გაასწორეთ მორალური კომპასი. ქოც ნოაკარნახებინებთ რა უნდა იფიქროთ, რაზე უნდა გაგეღიმოთ და როდის უნდა შეგწყვით. They do not merely participate in national development. Suddenly this may be a small nation, but our commitment დიახ, ცხვირში უნდა მოხდეს ქოც, ანუ რუსს, ყველგან და ყოველთვის, როცა ქვეყანას მოჭრის თავს, ნებით თუ უნებლიეთ. ნერვიულობით თუ ცივი გონებით. არ გამოვა ასე, თქვენ ნამუსი წმინდოთ, შვილები უთვალოთ. იმათ კი გითვალონ წლები, რომელსაც მოგისჯიან ბანერზე რუსის დაწერისთვის. არ გამოვა. კბილი კბილის წილ, სიტყვა სიტყვის წილ. სწორად იფიქრეთ. თქვენ, ჩვენ კი არ დავცინეთ ვიღაც ქალს. ის ქალი დასცინის ჩვენს ქვეყანას. მხოლოდ იმით, რომ იქაა ქვეყნის სახელით. თავის უწიგნურ ქმართან ერთად. ოღონდ იქამდე ის ტრიუგოლნიკი დაგცინის ყველას ერთად, როცა საკუთარ ზებრას არქმევს სახელმწიფოს პრეზიდენტს. ხო და ვინ ჩვენ შორის საქართველოს დასცინის იმის დედას შევეციბე. ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ. Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რას დავდივით? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, ვაში გადაცემა.